გამარჯობათ ხალხო, დღეს საქართველოს ნაკრები კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. ნახოთ გადალახავს თუ არა საქართველო ამ ურთულეს გზას, რადგან ჯგუფში სლოვაკეთი, ესპანეთი, ლიხტენშტეინი და კვიპროსი ყავს. დაიწყო შეხვედრა ქართველების. გაგნიძე, აბუაშვილი, კაი შეტევა, ხვიჩა კვარაცხელია. გააყოლა ლობჟანიძე, აქ ბევრი დებიუტანტი ყავს და კაშიამ დატოვა კარიერა და უდიშარია მოვიდა. კაი შანსი გვაქვს არა. გავაფუჭეთ შანსი. კაკაბაძე, უგრეხელიძე, ჩააწოდა თვალი, ხარებაშვილი და არ დაურწყია. კვარაცხელია, ხარებაშვილი აბა თუ დაარტყავს, დაარტყარა, კაი დაარტყმა, მაგრამ იკარე მოიგერია და კუთხური. ძალიან კარგი დაარტყმა იყო ესა და აი ახლა ჩაწოდება იქნება კუთხური უნდა ჩააწოდოს კვარაცხელია. ჩააწოდა საჯარიმოში, დავითაშვილი არა. ეს ზანტი დაარტყმა იყო. ალთონაშვილის აბუაშვილი თუ დააპრესინგებს დღეს მიქაუტაძეს ადგილს სწორედ ის იკავებს კვიპრელები გვიტევენ აქა დვალი ქოჩორაშვილი თუ დააპრესინგებს ვერ დააპრესინგა მოდიან შეტევაზე კვიპროსი მოდის არ უნდა გავატანინოთ გოლი აბა უნდა გადავრჩეთ მამარდაშვილის უმაგრესი სეივით აბა ახლა ჩააწოდეს კვიპრელებმა თვალი გამოიტანე კარგია ხარებაშვილი კონცეტევის შანსი გვაქვს აბა კონცეტევა და ხვალ აქ საქართველოს თამაში ისრაელთან მოიცა აქ შეტევა არ გამოგვეპაროს და სამწუხაროდ გაგვიტანეს კვიპროსმა 1-0 და ხვალ საქართველო ეჯიბრება ისრაელის ნაკრებს და გურამ კაშიამ არა ჯერ არტყობს 26 ხვალა საქართველო ისრაელი 29-ში საქართველო ლიტვა ხოლო 2 ივნის არის ბოლო ამხანაგური მატჩი საქართველო რუმინეთი და ამ ორ მატჩში ამ მატჩში კარიერას დატოვებს გურამ კაშია რო ითამაშებს ხარებაშვილი და 16 წლის ბავშვმა სწრაფი პასუხი გაუკეთა კვიპროსის ნაკრებს გოლ და რას ვიძახნი და მე გურამ კაშია კარიერას ტოვებს და მაგის გამო უკვე წავიდა ანუ ამ თამაშიდან ამ ნაკრებიდან გაუშვი გურამ კაშია და ის მაგრამ უგრეხელიძე შემოვიყვანე აბა კვიპრელებმა ისევ არ გაგვითანაბრონ მოდიან აბუაშვილი კარგია ქოჩორა გააყოლებ ქოჩორა კაია აბა ქოჩორა მიდი ბოლომდე ჩააწოდა აბუაშვილი რასიზმს აქ ვერ მოიფიქრა აბუაშვილი შეუძლია დაპრესინგება არ დააპრესინგა ვერ დააპრესინგა უბრალოდ აქ მოდიან არ უნდა იმას ვქნათ კვიპრელები მოდიოდნენ მაგრამ გაგნიძე იყო კარგი ქოჩორა კვარას ვეხარ გააყოლა ხარებაშვილი ქოჩორაშვილი კაია კარგია მიდი ქოჩორა ლობჟანიძე გაუყოლა აბა თუ ჩააძვრის გოლი გვინა გოლი ჩააწოდა საჯარიმოში აბუაშვილი არა так რა ხდება აქ სულელური ხაუტი ვაჩუქეთ ქოჩორა ჩააწოდე კარგია და რა ხდება არეულობა გოლი გვინა გოლი არა და პირველ ტაიმში 7 წუთი დაამატეს და მორჩა კაკრას არ მორჩენილა ახლა მორჩება არც ახლა მოიცა აი ახლა მორჩა და მეორე ტაიმიც მალე დაიწყო მეორე ტაიმი მომენტები ცავსე კვიპროს ყველავანი უნდა მოუგოთ იქ კიდე სლოვაკეთი ეთამაშება ლიხტენშტეინის ნაკრებს და ამის შემდეგ ჩვენ სლოვენიასთან სლოვაკეთთან გვაქვს თამაში და ლიხტენშტეინს თუ მოუგებს კარგ განწყობაზე შეგხვდებიან ნამდვილად ისპანეთი საერთოდ არ თამაშობს ჯერ და
თუ ბოლო ადგილზე გავიდა რამე ეგეთი არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვეთამაშოთ ესპანეთს, არ იქნება მარტივი შეხვედრა. აქ კვიპრელები აკონტროლებენ ბურთს და კაბაძე, კაია, კარგია, აბუა, მიდი, აბუა, კაია, შეტევა, ქოჩორაშვილი დარტყმა და ქოჩორაშვილმა თავისი ქოჩორი გადაივარცხნა და გოლი გვაჩუქა 2-1. კარგია. ნახეთ უბრალოდ აბუაშვილმა რა კარგი იქნა ეგოისტურად რო არ დაარტყა და ქოჩორას გაუკეთა პასი, გოლიც აჩუქა ქვეყანას და ასისტიც მიითვალა და ქოჩორას აჩუქა გოლი და საქართველო დააწინაურა. აბა, კაი, შეტევა შეიძლება, ხვიჩა, ყვარა, მიდი არა. აბა, ეს ისა, პირველ ადგილზე თუ გავედით პირდაპირ მსოფლიოზე მოხვდებით, თუ მეორეზე გავედით პლეი-ოფში, სადაც იქაც უნდა მოვიგოთ და მსოფლიოზე მოხვდებით, ხოლო თუ ოდნავ გავედით, მაშინ ჩვეულებრივ ევროპის საკვალიფიკაციოზე გავალთ. მსოფლიოს თუ გავედით, ხო? მერე ევროპის საკვალიფიკაციო დაიწყება, მერე 1-2 ამხანაგური მატჩი, მერე მსოფლიო ჩემპიონატი, კი არა, ჯერ ევროპის ჩემპიონატი, მერე მსოფლიო ჩემპიონატი და ასეთი გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. მერე იმასობაში ზაფხულიც მოვა და საზაფხულო დასვენება იქნება ივლისი-აგვისტო. მერე სექტემბრიდან ჩვეულებრივ საქართველოს თამაშები გაგრძელება ერთა ლიგა და სხვა მსგავსები. და კვიპროსი გვიტევს 76 წუთია და აბა, კაია, გაგნიძე, მიდი გაგნიძე. სადებიუტო გოლს თუ გაიტანს, კარგია. აბუა, მიდი არა. აქ ძალიან ბევრი დებიუტანტი ყავს და ჯერ საქართველოს ეროვნულში არ არიან მიჩვეული და ბევრი გოლი ვერ გავიტანეს, მალე მიეჩვევიან, გაძლიერდებიან და შეთამაშდა. აბა, ხარებაშვილი არც ისე დებიუტანტია, ერთა ლიგაზე გამოჩნდა. ხარება, კაია, ჩაწოდე, მიდი, დარტყმა. დღესდღეური გოლის მცდელობა უბევრესი ქონა, ჩვეულებრივ დარტყმულზე მეტი, ჩვეულებრივ დარტყმულზე მაგალითად უფრო მეტი გოლი დასულა ვიდრე ესენი. აბა, გვიტევენ, არ გვჭირდება შემოტევა. არა, არ გვინა, გოლი არ უნდა გაუშვათ. მსოფლიოს მოხვედრის შანსებს დავკარგავთ და მორჩა თამაში და მოვიგეთ. პირველი 3 ქულა და პირველი ადგილი. და ახლა გვანახებთ დღეს პირველ ადგილზე საქართველო, მეორე სლოვაკეთი, მესამეზე ესპანეთი, მეოთხეზე კვიპროსი, მეხუთე